მოგესალმები, დღეს მინდა ვისაუბრო ქართული სამეფო სამთავროების გაერთიანებაზე. ანუ როგორ ჩაეყარა საქართველოს გაერთიანებას საფუძველი. ჯერ პირველ რიგში ვისაუბრებ, როგორ იყო დაყოფილი საქართველო და როდესაც ირანის მიერ გაუქმდა საქართველოში მეფობა, ჩვენ ვიცით ეს მოხდა მე-6 საუკუნეში, სასანიანთა ირანმა გააუქმა მეფობა. აი ამის შემდეგ უკვე საქართველოში ფაქტიურად საქართველოს მართავდა დასავლეთ საქართველოს ერისთავი მე-6 საუკუნეში. აღმოსავლეთ საქართველოს ირანელი მოხელე მარსპანი. შემდეგ მე-7 საუკუნეში კიდევ ახალი დამპყრობელი გამოჩნდება არაბები და ეს არის რომ თავიანთ მოხელეს ამირას დანიშნავენ კერძოდ თბილისში, რომელსაც ევალებოდა ხარკის აკრება. აი ეს არის წინა განვლილი მასალები. ხოლო რაც შეეხება ახლა დღევანდელ თემას, ანუ ქართული სამეფო სამთავროების გაერთიანებას, აქ ცალკე საკითხი არის, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მართავდა კახეთის ქორ ეპისკოპოსი, ანუ საქორ ეპისკოპოსო, აი ასე ეწოდებოდა, აი ამ სიტყვაც გვეუბნება ქორ ეპისკოპოსი, ანუ რელიგიური პირი, თემის მმართველი, ანუ უხუცესი, რომელიც მართავდა აი ამ ასე ვთქვათ, კუთხეს, საქართველოს კუთხეს. ხოლო აი აქ მე-8 საუკუნეში ფართოდ ასე ვთქვათ გავრცელებული თემა არის დაპყრობითი ომების შედეგად, არაბების შემოტევის შედეგად მთაში მაცხოვრებელ ხალხი იცავდა, ასე ვთქვათ, ბარში მაცხოვრებელ ხალხს. მთაში მაცხოვრებელ ხალხს ეწოდებოდა წანარები და ესენი ძირითადად ასე იგი მათი თავდაცვითი ფუნქციები უფრო განვითარებული იყო და ასე ვთქვათ, ეხმარებოდა ბარში მაცხოვრებელ ხალხს. ანუ ვიმეორებ, წანარები. ეს ერთი სიტყვა, ქორ ეპისკოპოსი, ანუ აღმოსავლეთ საქართველოს მართვას, კერძოდ კახეთის მართვას ეწოდებოდა მე-8 საუკუნეში. ასევე მე მინდა ვისაუბრო დასავლეთ და სამხრეთ საქართველოზე, მას ფაქტიურად გაერთიანებული იყო ეს ნაწილი და მას მართავდა აფხაზეთის მეფე და ძირითადად აფხაზეთი, იმერეთი და სამცხე, ჯავახეთი ეს ნაწილი მთლიანად გაერთიანებული იყო და აქ ყველაზე ასე ვთქვათ დიდი ღვაწლი მიუძღვის ამ კუთხის მართვა გამგეობაში ლეონ პირველს, რომელიც ასე ვთქვათ, კარგი ასე ვთქვათ, მესაჭე იყო, დადიანი იყო და აი ამ ასე ვთქვათ პერიოდში ასევე სამხრეთ ნაწილში უფრო ძირითადად გაბატონდა სპერიდან მომდინარეობს ეს საგვარეულო ბაგრატიონთა შტო, რომელიც გაიყო შემდეგ, ერთი ნაწილი დარჩა საქართველოში, ხოლო მეორე ნაწილი სომხეთში მეფობდა. აი ამ სწორედ ამ პერიოდში ჩაეყარა ბაგრატიონთა შტოს ასე ვთქვათ განვითარება საქართველოში, დაწესებას და პირველი ბაგრატიონი მეფე იყო ქართლის ერისთავი გუარამი, ანუ იგივე გურგენი, ანუ გუარამი. შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა, ეს ერისთავი იყო, ხოლო შემდეგ აშოტ ბაგრატიონი იყო, რომელსაც უბოძა ბიზანტიის მმართველმა კეისარმა. ეს რა ქვია, კურაპალატის წოდება, მეფის ტიტული და ასევე იყო დავით მესამე კურაპალატი, რომელიც აი კურაპალატი მაგისტროს ეს იყო ბიზანტიელთა მიერ დანიშნული ისა წოდებები უფრო სწორად, რომელსაც უბოძებდნენ ქართულ მეფეებს და დავით მესამე კურაპალატი, რომელიც ძირითადად ტაო-კლარჯეთს მართავდა 975 წლიდან თავის ასე ვთქვათ ძალაუფლებას გადასცემს ბაგრატ მესამეს. ის ხოლო ვინ არის ბაგრატ მესამე? და აქ სწორედ აქ ჩაეყრება საქართველოს გაერთიანებას. ანუ წეღან ვისაუბრე აღმოსავლეთ საქართველოს, კერძოდ კახეთს ქორ ეპისკოპოსი მართავდა, დასავლეთ ცალკე მმართველი ყავდა, აფხაზეთს ცალკე მმართველი ყავდა და აი ქართლს და ქართლის ასე ვთქვათ სამეფოს შექმნას და გაერთიანებას საქართველოსი სწორედ აქ ეყრება საფუძველი და ტაო-კლარჯეთის მმართველი იყო დავით მესამე კურაპალატი, რომელსაც არ ყავდა მემკვიდრე
და ივანი მარუშიძე იყო კახეთ-ჰერეთის, ანუ უკიდურეს ნაწილის კახეთის ჰერეთის მმართველი. ივანი მარუშიძესაც ასე ვთქვათ აყავდა მემკვიდრე და ის თმობდა თავის ძალაუფლებას და დაიბარა თავისთან დავით მესამე, რადგან შენ არ ყავს მემკვიდრე იშვილე აფხაზეთის მეფის გურგენის შვილი ბაგრატ მესამე და მას გადაეცემა შენგანაც ტაოს მართვა მემკვიდრეობით, ასე გაერთიანდება საქართველო და ჩაეყრება საფუძველი საქართველოს გაერთიანებას. მართლაც ეს მოისმინა დავით მესამე კურაპალატმა, იშვილა ბაგრატ მესამე და როდესაც გარდაიცვალა 1001 წელს, ანუ მემკვიდრეობით ბაგრატ მესამეს წილად ხვდა ტაოს მმართველობა. ასევე 975 წელს საფუძველი ჩაიყარა და ოფიციალურად უკვე იმართებოდა მის მიერ, ხოლო 1008 წელს გარდაიცვალა გურგენი და თავისი ასე ვთქვათ მართვა გამგეობა გადაეცა ბაგრატ მესამეს. ასევე კიდევ იმერეთის მართვა გამგეობა, იმიტომ რომ თეოდოსიუსი იყო დედის ძმა, ბაგრატ მესამეს ბიძა იყო, რომელსაც ასევე არ ყავდა მემკვიდრე და იმერეთიც გადაეცა ბაგრატ მესამეს. ანუ საქართველოს კერძოდ კუთხეები, კერძოდ აფხაზეთი, ტაო-კლარჯეთი, იმერეთი, ჰერეთი უკვე გადაეცა მემკვიდრეობით ბაგრატ მესამეს. ხოლო დარჩა კახეთი, რომელსაც მართავდა კახეთის მმართველი იყო ამ დროს კვირიკე მესამე, რომელიც არ თმობდა თავის ძალაუფლებას და ამიტომ ბაგრატ მესამეს, კვირიკე მესამესთან მოუწევს ბრძოლა 2 წლის განმავლობაში 1008-1010 წლებში დასრულდა ეს ბრძოლა ბაგრატ მესამის გამარჯვებით, კახეთი შემოიერთა და ასე გააერთიანა საქართველო და იწოდებოდა ბაგრატ მესამე 975 წლიდან 1014 წლამდე მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა. ხოლო ერთი ასე ვთქვათ საქართველოს ნაწილი იყო თბილისი, რომელიც ამირების ხელში ისევ იყო და იმართებოდა. შემდეგ ასევე კიდევ მე აქ მინდა ვისაუბრო დავით მესამე კურაპალატზე, რომელსაც თავის სიცოცხლეში ბიზანტიას ასე ვთქვათ დაეხმარება და უბოძებს ბიზანტიის მმართველი ბასილ მეორე ბულგართ მოსრველი მიწევს და ეს მიწები ბაგრატ მესამეს გარდაცვალების შემდეგ უკან უნდა გაეთხოვა ბიზანტიას. და ის მართლაც ასე მოხდა 1001 წელს, როდესაც გარდაიცვალა დავით მესამე კურაპალატი, ბიზანტიამ ეს მიწები უკან გაითხოვა. ბაგრატ მესამემ ცადა, რომ ეს ტერიტორიებისთვის ასე ვთქვათ ბრძოლა დაეწყო, თუმცა მან დიდი ყურადღება გადაიტანა უფრო საქართველოს გაერთიანებაზე და არა ეს ასე ვთქვათ ბიზანტიის ტერიტორია იყო და ანუ ეს უფრო საგარეო პოლიტიკაში ჩარევას ნიშნავდა. შიდა პოლიტიკას მიხედა ბაგრატ მესამემ საკმაოდ გონება გამჭრიახი პიროვნება იყო და მის სახელს უკავშირდება 3 ტაძრის აგება, ეს არის ბაგრატის ტაძარი, რომელიც ქუთაისში არის, ასევე ბედიის ტაძარი, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზეა დღეს და ასევე ნიკორწმინდა, რომელიც რაჭაში არის. ბაგრატის ტაძარი დღეს ასე ვთქვათ დღესდღეობით მიიჩნევა ისტორიულად, რომ გაერთიანებული საქართველოს სიმბოლო არის, ხოლო ბედიის ტაძარში გარდაცვალების შემდეგ დაკრძალული არის და აი ეს მე-11 საუკუნის ისტორიული რელიგიური ძეგლები უნდა ასე ვთქვათ დავიმახსოვროთ, რომელიც აიგო ბაგრატ მესამის მეფობის დროს. ვიმეორებ, როდესაც გარდაიცვალა ბაგრატ მესამე, ეს იყო 1014 წელს, 1014 წლიდან საქართველოს მართავდა მისი მემკვიდრე გიორგი პირველი 1014 წლიდან 1027 წლამდე.